დავეთანხმები კოლეგებს, რომ ნამდვილად ასეთ რთულ მდგომარეობაში არასდროს ყოფილვართ და სოლიდარობა, რომელზეც დღეს ვსაუბრობდით, მართლაც უპრეცედენტოა და ნამდვილად ჩვენ ერთმანეთის იმედი გვაქვს, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების იმედი. მზია ამაღლობელი, რომელსაც მე თითქმის ნახევარი საუკუნეა ვიცნობ და რომელიც ჩემი ძალიან ძვირფასი მეგობარი და კოლეგაა, გაიცნო მთელმა საქართველომ და არა მხოლოდ მთელმა საქართველომ, მზია ამაღლობელს უკვე იცნობენ მთელ მსოფლიოში. მზია ამაღლობელი არის ქართული მედიის, მებრძოლი ქართული მედიის სიმბოლო და ამ ყველაფერს მოყვა უპრეცედენტო სოლიდარობა, უპრეცედენტო ყურადღება ქართული მედიის პრობლემების მიმართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან. ძალიან ბევრი ორგანიზაცია ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში, რომლებიც პრესის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მუშაობენ, მედიის უფლებებს იცავენ, ისინი საუბრობენ მზიაზე, ისინი ითხოვენ მზიას გათავისუფლებას, ისინი ამახვილებენ ყურადღებას იმ პრობლემებზე, რომელსაც ქართული მედია აწყდება დღეს და ესეც არის ჩვენი იმედის საფუძველი. ერთობლივად ჩვენ ქვეყნის შიგნით, ისინი ქვეყნის გარედან ვიბრძოლებთ და არ დავთმობთ იმას, რასაც 30 წელია და მეტი ვაშენებთ. მე, როდესაც ჟურნალისტობა გადავწყვიტე, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე დამოუკიდებელ საქართველოში, მაშინაც მქონდა იმედი, რომ ჩემი საქმიანობით რაღაც შეიძლება და შემეცვალა. მას მერე ძალიან ბევრი რამ ვნახე, მე შევესწარი პირველი მედია საშუალებების დაარსებას, პირველი არასამთავრობო ორგანიზაციების, პირველი პოლიტიკური პარტიების და ზუსტად ვიცი, რამდენი შრომა არის ჩადებული იმაში, რომ ქვეყანაში გაჩენილიყო ის, რასაც ჩვენ დღეს ვუწოდებთ დემოკრატიულ რესურსს, რომელიც არის ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე. ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი წიაღისეული, ჩვენ არ არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, არამედ აი ეს დემოკრატიული რესურსი, რომელიც ამ ოთახში მჯდომა ადამიანებმა და ძალიან ბევრმა სხვამ ამ 30-35 წლის მანძილზე ნაბიჯ-ნაბიჯ შევქმენით და ჩვენ არ ვაპირებთ რომ ეს წყალს გავატანოთ, ჩვენი შრომა წყალს გავატანოთ, ვიბრძოლებთ ჩვენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ჩვენი პარტნიორები და მეგობრები. მზია ამ ბრძოლაში იქნება ჩვენი მისაბაძი მაგალითი, ჩვენ მზიასგან ვისწავლით გაგვამხნევებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე, ბევრად უფრო მალე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია ქართულ ოცნებაში, მზია იქნება თავისუფალი და ჩვენ დავაბრუნებთ საქართველოს ევროპულ გზაზე. თავისუფლება მზია ამაღლობელს და თავისუფლება ყველა სინდისის პატიმარს.